მოსკოვში სირიის საელჩოს თავზე სირიის ოპოზიციის დროშა აღიმართა. იმის ნიშანი, რომ რუსეთმა ახლო აღმოსავლეთში საკვანძო მოკავშირე დაკარგა და ახლა რეგიონში თავის სტრატეგიასა და ალიანსებზე თავიდან უნდა იფიქროს. კრემლმა სირიის გაძევებულ ლიდერსა და მის ოჯახს მოსკოვში თავშესაფარი მიანიჭა და საკითხზე მსჯელობისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. ასადის დამხობა მოსკოვისთვის სერიოზული დარტყმაა. მოსკოვის სირიის ომში ასადის მხარდასაჭერად 2015 წელს ჩაერთო. დააბანდა რესურსები და რუსი ჯარისკაცების სიცოცხლე, რაც შეიძლება ახლა უნაყოფო აღმოჩნდეს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სირიის დაცემამ რუსეთთან ერთად ირანიც დაასუსტა. მათ დაკარგეს ჰეზბოლა, სულ მცირე მათი მომარაგების უნარი. მათ დაკარგეს სირია. საკითხი ისაა, ახლა ჰუთებს თუ შეინარჩუნებენ. ან რეგიონის სხვა ქვეყნები, მაგალითად საუდის არაბეთი, წყალში სისხლის სუნს თუ იგრძნობენ. The end of this regime is a defeat for all. ამ რეჟიმის დასასრული არის მარცხი ყველასთვის, ვინც მისი ბარბაროსობა და კორუფცია შესაძლებელი გახადა. ყველაზე მეტად ირანისთვის, ჰეზბოლასთვის და რუსეთისთვის. ასე რომ ეს მომენტი ისტორიულ შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ მას მნიშვნელოვანი რისკებიც ახლავს. ესაა რისკები, რომელთა შემსუბუქებაც ამერიკის შეიარაღებული ძალების მიზანი იყო მაშინ, როდესაც ცენტრალურ სირიაში ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს 75 სამიზნეს ავიაგამანადგურებლებით, B-52 ბომბდამშენებით და A-10 საბრძოლო თვითმფრინავებით დაარტყა. ეს ნაბიჯი იმისთვის გადაიდგა, რომ ტერორისტულ ჯგუფს ეგრეთ წოდებულ ისლამურ სახელმწიფოს შექმნილი ვითარებით არ ესარგებლა. მომავალში რეალური საფრთხე იქნება ისლამური სახელმწიფო ალ-ჰოლის ციხის ბანაკს თავს დააღწევს თუ არა. ამ შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს ათასობით მებრძოლი, ათასობით ექსტრემისტი, რომელიც არა მხოლოდ სირიას და ახლო აღმოსავლეთს, არამედ თურქეთსა და ევროპასაც მოედება. შეერთებული შტატების სამხედრო უწყებას სირიაში დაახლოებით 900 ჯარისკაცი ჰყავს, რათა სირიის დემოკრატიულ ძალებს ისლამური სახელმწიფოს მიერ ძალების აღდგენის თავიდან აცილებაში დაეხმაროს. ჩვენი ჯარისკაცები, პირადი შემოადგენლობა და ყველა სხვა დაცულია. გსურს დავწმუნდეთ, რომ ყველა ჩვენი მოკავშირე უსაფრთხოდაა და დაცულია. გვინდა დავწმუნდეთ, რომ ჰუმანიტარული კატასტროფა არ მოხდება. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სირიის 13 წლიანი ომის შემდეგ ასადის დაცემით სარგებელს სხვები მიიღებენ. The big winner here is Turkey. აქ დიდი გამარჯვებული თურქეთია. ვფიქრობ, ერდოღანი აღტაცებულია ტრამპის მინიშნებით, რომ სირიიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანას აპირებს. ასე რომ თურქეთის აქციები იზრდება, იმავდროულად რუსეთის აქციები ეცემა. კრემლის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ახალ ხელისუფლებას ეკონტაქტებიან. მიანიშნებენ, რომ მოსკოვს სირიაში დასარჩენად რაიმე შეთანხმების მიღწევა სურს, მაგრამ როლი, რომელიც მოსკოვს ასადის მიერ სირიელი ხალხის რეპრესიებში ჰქონდა, შეიძლება ბევრის მეხსიერებაში ისე იყოს ჩაბეჭდილი, რომ მისი წაშლა გაძნელდეს. ვნახეთ, როგორ ბომბავდა რუსეთის საავადმყოფოებს, ბომბავდა სკოლებს, ეხმარებოდა ასადს მოსახლეობის თავზე კასრი ბომბები ჩამოეყარა. ხარს უჭერდა ასადს, როდესაც ის ქიმიური იარაღს იყენებდა. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მომავალი მთავრობა, რა შემადგენლობისაც უნდა იყოს. იქნება ეს ჰაიათ თაჰრիր ალ-შამი, იქნებიან თუ არა ჩართული ქურთები, თუ იქნება ნებისმიერი ჯგუფი. ისინი ვერ შეძლებენ უეცრად დაივიწყონ ის სისასტიკე, რომელიც რუსეთმა სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართა. მთავრობის სწრაფი დაცემა ბევრისთვის ჯერ კიდევ ერთი თვის წინ წარმოუდგენელი იყო. ხელისუფლების სტრუქტურის დანგრევამ, რომელზეც ბევრი ადამიანი ამ დრომდე ფიქრობდა, რომ სამუდამო იყო შექმნა ახალი ლანდშაფტი, თუმცა მისი კონტურები ჯერჯერობით ბუნდოვანია.